ძაღლმა მიკბინა გუშინ, ხო? Z პლიაჟზე. რა ვიცი, პირსახოც ავიღე პეთქი დავიხარე და რა ეგონა ამ ძაღლს ქვას ვიღებდი საცოლად თუ რა იყო, მეცა და გამომაგლიჟა ხელი. ხო, იმ ხელა ძაღლი იყო თან რომ რა ვიცი. რა იმ ხელა ძაღლი ჩიხუხუამ გიგბინა. მეექვსე ტყვები უკვე ამ ისტორიას ამჯერად ვინ გამოიჭირე? რას ქვია ვინ გამოვიჭირე, ვერ გავიგებ, გიული ნათლი არ ეკავს, როგორ არის ანასტასია ხოსტავლობსო და როგორ არ მომეყოლა ვერ გავიგე. ხო? შენ გირეკავს მეც ნათლია შენი და მე ჩემი ნათლია საერთოდ არ მინახავს არასდროს. რაღა შორს წახვედი, მე შენიც არ ყავს არასდროს ნანახი. აუ შენ შეყვარებულს მიხედე რა, რომ მოგიკვდა. საღამოს ისე გაყურჭავებ წყალში, რომ სიკვდილის არატრილი გაგიხდება, გაიგე? ხო, სიკვდილზე ილაპარაკეთ თქვენ. დედა თქვენი ხოლმე შემოაკვდა გუშინ იმ ძაღლს და ეხლა თქვენ დახოცეთ ერთმანეთი. სადედა ჩვენი შემოაკვდა ორი პატარა კბილი გეტყობა მარტო ზეით. მაგ ძაღლის პატრონები კიდე ბანანი და კატერმა გადმოგდა თუ შენ მაყურებნა ჯერ კიდე გასარკვევია. აუ მეც მინდა მაგ ბანანზე გასეირნება, ციცინათილაში წამიყვანეთ ეშმაკის ბორბალზე. და თქვენი ხოლმე ამის წაიყვანა გუშინ ეშმაკმა, ეხლა თქვენ გაყევით. თქვენი ნებით თან არავითარ შემთხვევაში. აუ აბა დავაკეთო, 5 დღე იმას მეუბნები, ქობულეთის ფუნთუშები რო გასინჯა, იმითაც აკმაყოფილდიო და მე გარცობა მინდა. მე ვერ ირთუბი? ზღარბის ფუნთუშებს მოაცალე ეკლები და ეგ არის. ოღონდ ფრთხილად იჩხვლიტება. და თქვენ სხვა უჩხვლიტა გუშინ ძაღლმა და თქვენ ფუნთუშს ეკლებს დააკაცრინათ თავები ყოჭახ. აუ დე მე თუ სამ დამსუსხა. მე ხო გითხარ აქეთ იბანავე მეთქი. სეზონია მედუზებისთან. ომერიკო კრემი მომაწოდი რა სტაფილოს ფერი. კრემი აღარ არის. თევზებს ვაჭამე. რა თევზებს აჭამე? ჩემი 18 ლარიანი კრემი. ვერ არის ეს რა. სიმინდი, კუკურუზა. სიმინდის ხალი გონეს. სიმინდი. აქეთ რა ღირს? 5 ლარი 1 ცალი და 3 ცალს მოგცემ 12 ლარში. 10 ლარი და წავიღებ. თან მარილი დაგეზოგება, ჩემი მაგ წამოღებული სალფეტკით. მომეწოდი აბა სიმინდი. ომერიკო მარილი სად წაიღე? თევზებს ვაჭამე. სუ გამოეცალა ტვინი ამბობს. ბიჭო, იმდენი მარილია ამ ზღვაში, მაგეთ გაჭმევენ თევზები, კაცო. დავჭიდე ახლა ასე უმარილოთ. რეპის გიმოარა აქ სიმინდს, რა შტერი ბავშვია რა. უმარილო სიმინდს აქვს ცხოვჭამდი. საწავიდე. ომარიკო, გამოდი აქეთ ერთი შენი ჭირიმენ უიხრუკები მაგ მზეზე რა. რა გემრიალ აღჭამ შენ მაგ სიმინდს? კაია უმარილოთ. არ არის უმარილო, ზღვაში ამოვავლე და ეხლა მარილიანია. უმეწამდება. ზღვაზე მივდივართ, ზღვაზე, ხო, ეხლა ვემზადებით და ომარიკო, ამოიღე კუპალიკები მანდედან. რებს აკეთებ? ხო. აუ ისეთი რუჯი უნდა მივიღო თბილისში რო ჩამოვა, შოკოლადა დაბრუნებულაო ასე თქვან. აუ ანასტასია, შემოდი ხოლმე რა წყალში, მარტო პლიაჟზე რო წევხარ ხოლმე. შენ მიკონტროლი ხასაც ჩამოვა და სად დავწვევი? ინგა რამე კრემი მოგაქ რუჯისთვის? რა ვიცი, ძეცკი კრემი კი ჩავდეთ. რა ძიცკი, რამე ნორმალური წამოიღე. აუ, ჩემი ვარდისფერი კუპალიკები მრჩიბოდა. ძე ამან ამ ტრონს ეკეთუნაია, რო იქ, სირცხვილია. ზღვაზე მიდიხარ, ბიჭო, რა სირცხვილი ყველა ეგრე დადის იქ. ეგ არ ვიცოდი. ვასო გავარკვიე. ტიტოლი გოგოები ციკნებიან იქ და ფოწოებს გამოგიგზავნი ხოლმე. ინგა რა ადგილას მიდივართ ქობულეთში? თიკო საინტერესებს. ქობულეთში ვიქნებით 600-იანებში. როზმარი დეიდამ დაიგულა უკვე ერთი ოთახი. აუ, როზმარი დეიდაც უნდა იყოს იქ, მე ახლა წამოვალ. არა, ბიჭო, ბინა გვაშოვნინა უბრალოდ. აბა მზად ხართ, იწყება გულაობა. ხო, ბიბუ, ჩვენ ჩამოვალთ სოფელში, ალბათ 25-ის მერი. თეონას გოგომ როგორ მაჯობა ვერ გაგვი სოფელში რომ ჩემზე ადრე ჩამოვიდა? რა უნდა? მაგის მოსაყიდურება ხო დამყალა კიდე, კაცო. ავდგებ და გავუგზავნი ომარიკოს ახლა და იქ იქნება. მე მარტო არსად არ წავალ. ვზებებო სულ სამომხდით იქ ნაკვეთებში და ნახეში სიარულით. ერთი წამი გაჩუმდით. ხო, კაი მიგანახე მე თეონას გოგოს ნომერი და დაურეკავ დევილაპარაკები. ქართულად მიგანახე. სოროკ ჩიტირი რა არის? ანასტასია, რას აპირებ შენ მოგცემენ შვებულება, ასე წავსულიყავით სოფელში. წესით კი 25-ის მერე, ეხლა ნინია გასული შვებულებაში, ნოვატორში ხო რაღაც რეგისტრაციები მიდის და მაგას არ ყვევდა. უნდა რომ დარეგისტრირდეს მანდ და მე მიავიღებ. ძე სკოლიდან რო ვისვენებ, ესე იგი მეშვებულება მომცეს? არ დადეგები ქვია მაგას. და ძალიან მოდუნდი შენ, გორაო მთელი დღე დივანზე და ალალი იქნება შენზე სოფელი მოკატოროს ეთებებია შენმა ყველაფერი. ხო, მე შეიძლება ვერ მოვახერხო სოფელში წამოსვლა. არა უშავს თქვენ წადით.
კი მაგ ჭკვაზე ვარ თუ სახში დაგტოვოთ ერთი კვირა მარტო ან ხანძარი გაჩნდება თუ სახლი დაინგრევა მთლიანად რა გინდა გეგონება პირველად რჩები მარტო დედა რო წავა ხოლმე და ჩემ თავს გიწოვებს შენს გადიხარ და მარტო მწოვებ ხოლმე მაინც სულ რა აზრი აქვს მოდი ახლა არ გვინდა თემის განხილვა კიდე ბებური გავს გისმენ რა თუნეს გოგოს დაურეკ როდის მოვასწრებდი გისაყვედურებენ არა ის რა გატიდებს გოგიშტები ახლა დედა როგორ გრილა აფთიაქში უკაცრავად დღეს ფასდაკლების დღე ხო არის ხო აი ეს მეორე წამალი მინდა ვერინესტრი წერია ხო მაჩვენეთ ხალბატონო ხო ვერინესტრი კი არა ვაგოსტაბილი წერია ერთი ფირფიტა უი მისი წერენ ეს ექიმები ვერ გაარჩევ ადამიანი ხო კი ვერ ვკითხულობ ეგრე ხო მეც ერთხელ ამერია მაგათი დაწერილი და რაღაცა დიარეის წამალი მიიყიდია ბოდიშით და ტუალეტიდან ვერ გამოვიყანე ბავშვი 2 დღე დაღამე 27 და 80 ერის ხალბატონო თქვენი ფასდაკლებით დიახ აინებეთ ჯანმრთელობას გისურვებთ კარგად თუმცა რა ჯანმრთელობა ისეთი წამლები წაიღო გისმენთ თქვენ გამარჯობა მეც ისე ბლომად მინდა წამლები სახლის მარაგისთვის ხო ესე იგი ნახშირი მინდა 3 ცალი ხო და კიდე რა მინდოდა მეხსიერების წამლები აქეთ არის ხალბატონო არა გამახსენდა კარტოფილი მინდა ოღონდ 200-იანი იყოს ეგ ერთი პიტპიტა და კეტანოლი მინდა კიდევ ვაიმე ჩვენს ქსელში კეტანოლი არ არის გვაქვს შემცვლელები ერთი წუთით ხო კეტანოვი ზეტანოლი და პედაგოვი რა ვიცი ახლა კაია ვითომ ეს შემცვლელი მოდი ეგ არ გვინდა ერთი ცალი იოდი მომეცით და ერთი ცალი ფიზიოლოგიური აქციების პერიოდში ნაყიდი ახლა გამომელია გუშინ ხო სულ ისაა კი ბატონო ბარათი გავატარო თქვენი თუ შეიძლება ესე იგი 11 და 70 გამოდის 12 და 25-ის ნაცვლად გამოგიტანთ ეხლავე კი ბატონო მაგარ ფასდაკლებაში მოვყევი რა შამპუნი ფასტანავლენი დაიმე უკაცრავად ერთი ცალი 0 გრიპიც მინდა კიდე კაი რო გამახსენდა დაიმე ჩვენს ქსელში კი არ არის 0 გრიპი შემცვლელი გვაქვს ტოლტრიპი და ვოლსტრიპი რა ვიცი იყოს ეგ მეორე ტოლტრიპი ხო ანასტასია მაკარონი აღარ აგვაქვს მაგრამ შემცვლელი გვაქვს ვერმიშელი ხო ამოვალ და გავაკეთეთ მე თვითონ გუში ხამე წივილკივილით გავიღვიძე და მისით რომ გამოწვეთზე დავაგვიანე და მე რუაფში კრიშიდან გადმოვარდი აუ შენ რო დაგაგვიანდეს გამოწვეთზე მე მართლა უნდა გადმოვხდე კრიშიდან და შენი არ გაცოცხლებს აუ თან ახლა მარტში იწყება რეგისტრაცია უკვე ეროვნულებზე და აზერა ვარ რა გავაკეთო კიდე კაი ვალტეში მაინც დავდივარ და იქვე ხმარებიან აუ ისე მეცალტესი მინძე ვარ მაგაში მაგრამ შენ როგორ მოხალხობენ მან და ანასტასია ლექსე რო ვიღარ მოგიყვანს მანქანით ძალიან ცუდი ხომრობა გამომივიდა იმ ქვეყნად მაინც დაასვენი ადამიანი ალტენდი ავტობუსითაც მოვალ აუ მე კი მოვასვენებ მაგრამ ისეთი რომ ვიღაც ახალი იყოლება უკვე იქაც გაჩენილი ვინმე ანგელოზივით გოგო თან საშინელებებს ვამბობ შენ ადგილას უტაფ თილად ვიქნებოდით ეგ ცუდად არ შემოგიწიარდეს ეგ შუტკები მე ცუდად ჯერ არაფერი შემომტრიალებია ქალბატონო აუ გეგონას გდანის პაზემ კაში ვატყდი ვიდეო გადამიღებ და შემოტრიალების დროს წაიკეცი არ გახსოვს კაი ხო მაგის გარდა ერთ წუთი შეყვარებული მირეკავს ხო ლუკა დამშორდა მართლა შენი ყოფილი ცოცხალი მაინც ეგ და ჩემი გარდაიცვალა რა ვქნა განუცადი მაინც თავისებურად ის გოგოებო მეკრივად არ ვითვლები ხო დე ვასოსთან ვარ 5 ჯერ ნუ მირეკავ რამდენხანში წამოხვალ არ ვიცი ახლა მივედით მედალიზე ბავშვებო აბა რა შეჭამთ გაგიმასპინძლეთ კარტოფილი შეგვიწვიდე 3-ვეს გვიყვარს და მაგას შევჭამთ ბევრი კარტოფილი ჭამა კუჭი შეკვრას იწევს დედა ჩემმა ასე მითხრა მე მგონი დედაშენ სეზარებოდა შენთვის რო კარტოფილი შეეწოცა მაგიტო გითხრა მასე დედა ჩემი მაგარ კარტოფილს ყავს სუდა ბრაწულებია ხოლმე და კიდე წემალი გააკეთა გუში ამას არაფერი აინტერესებს მარტო ჭამა ბავშვებო თქვენ რა გაინტერესებთ ეს რით დავაინტერესო
მე ხატვა მაინტერესებს. დედაჩემს კიდე არ დავყავარ, ამიტომ ხოლმე ინტერესით შემოვიფარგლები. ამას ეგეც არ აინტერესებს. მარტო ჭამა, ტელეფონი ესო. არც ამას და არც თავისდას. ნუ ეხლა ის 22 წლის არის. მაგრამ დედა შეგეძლიათ რომ ნოვატორის საიტი ნახოთ, მანდ არის ბევრი კარგი რაღაცა. მეც ვისწავლი და ძალიან მომეწონა. რეგისტრაციები დაწყებულია უკვე. ზაფხულში მაინც დამასვენეთ. ძალიან ხშია შეგვიწვი. ვასწრებით ის პაზლი მოვიტანი ავაწყოთ. ხო. ომარიკო მან ხართ ისე? ვებსაც ვიქნები? ტონი შეცვალე შენ. ვარ მოდივარ ჯერ. არ მაინტერესებს მალეცა. ტვინი გამიბურღა დედაჩემ. ხო. ისოთი შენ ტელეფონს ვერ გავიგე. რა გინდა? წამოხვალ მალე ვარ და აღამოთ მაგ. აი. ასეთი პაზლი აქვს ჩემ ბიძაშვილს. ოღონდ იმას 300 ფიგურა ქონდა, 4 საათი ჩავაწყეთ, მაგრამ მე მიწეს რა მოხდა და სულ დაგვეშალა. ვასო წყალი სადავლიო, უკეთ ცხუში აქტითი. სამზარეულოში ხდა დედაჩემს უთხარი იქ იქნება. არა დედა წყალი მინდა. რამე მითხარი შვილო? არაფერი. ინგამ რა ფოტო დამიპოსტა ნახით? სკრინავ ჩემ ფოტოებს და პირდაპირდებს Facebook-ზე. ზემოთ აწერია საათი, Wi-Fi-ის ნიშანი და ბატარეა. რა მიახალდი თქვი ძალიან გთხოვ რა დედაჩემს თორი ხო ნახეთ გუშინ. ჩვენი მე-7 კლასის ვარჯიშის ექსკურსიის სურათი რა დადო, რას გავდით. მაგ ფოტოში ყველაზე მაგარი იცით რა იყო? გიორგი წიგნაძე და უქრუაშვილი რო გამოქვაბულიდან იყურებიან, მაშინ ეთყობა რა პირველ ყოფილიც იყო. მაგაზინი თავის დროზე ვაღადავე, რა რეძო და ზინასავით იყურებდი გამოქვაბულიდან მეთქი. თუ რა ქვიეთ მაგათ? სიზვა და მზია. ინგა ტელეფონი გაგდასატენი იცი? სედენა წაშალი ხლეკ ფოტო რო დაპოსტი. იმიტომ რომ ერთ წამზე საათი მაწერია და მეორეზე ბატარეის პროცენტი. ვიცი დედაჩემს რო ეგეთი ფოტო დავუპოსტო, ძალიან მაინტერესებს რა რეაქცია ექნება. დაახლოებით იგივე რაც მაშინ ქონდა ისტორიაში 22 ქულა იღე ეროვნულზე. ხო, მაშინ ძალიან გაგიშდა, რაც კი ჭიქები ქონდა სახში სულ დალეწა. იგიც მახსოვს, მეორე დღეს თებშებით ავსვავდით ციუყავას. აი ხო ყველაფერი გაგები, მაგრამ დედაჩემს ეგეთი რეაქცია არასოდეს არაფერზე ქონია. აი მართლა. Queen of Lies. რასაჭირო ეგ ტყული ვერ ხვდები. სიგარეტს ვეწევდი დეგამბავი დედაშე მეპილაციის ქალისგან გაიგო არ გახსოვს? ქალბატონო თქვენ შვილს გაყუთლებული ულაშები აქვს რო უთხრა. მე მეგონი ეგ ისტორია აღარ გახსოვდა. 15 წელს ვიყავი მაშინ. თმებიც მაგ დროს შევიჭერი, გახსოვთ, კარე რომ მქონდა. თმა კი არ შეიჭერი, თმა შეგრჩა. დედაშე მორ სიგარეტის ამბავზე გიწრე, რა თმა შეგრჩა თავზე იმას დაარქვი კარე. კარეზე გამახსენდა. მამარდაშვილი რა მე კარეა? ხო ეხლა შემოხდა მაგის ვიდეო. ეს რა არის? ინგამ კიდე ფოტო დამიპოსტა. ერთი წლის რო ვარ და ტაშში რომ აბანავები. ომარიკო კურიერი უნდა მოვიდეს და ყურადღებით იყავი კარებზე. რა გამოიძახი ინგა ბურგერი? რა კურიერს ელოდები? რა ბურგერი კაცო, ომარიკოსთვის გამოვიძახე სასაფლაოს საკითხავი წიგნები. უნდა მომიტანო. სოფელში რო წავალ შეიძლება იქაც წამოვიღო ეგ წიგნები? მოიცოდეთ პარალელურ სამყაროში გავიღვიძი? როდი შეგიყვარდა შენ წიგნები დეკითხვა? მე უკვე ჭამსოიერი წავიკითხე და პეპე გძელი წინდა. შენ ბანძი რო ხარ არაფერს არ გითხულობ. მოდივარ. ბანძი მიწოდა? როგორც ჩანს ვიღაცას ხალიჩოზე თრევა მოინადრა. აბა ეხლა. იმის არ იყოს იმ დროს რომ გადამალე ბავშვი. იმდენი ვეძებე და საწყალი საწოლის ქვეშ იყო გაკოჭილი. შეხედე მოვიდა ორივე წიგნი, კურიერმა მითხრა რომ კაი ბიჭი ხარ რო კითხულობ. ხო, ნუ ახლა ომარიკო შეგატყო შუბლზე მკითხველი რო ხარ. უბრალოდ იმით მივხვდი რომ წიგნები მოუდანა თვითონ. მაჩვენია ერთი რა მოგიტანეს. დედა. რამდენი მოთხრობები ყოფილა შიგნით. ქარჩხაზის გამომცემლობის ახალი წიგნებია ესენი, ხო იცი, ფასდაკლება იყო, ორივეში გადავიხადე რამდენი? 20 ლარი, ხო, ფასდაკლებით. შეხედე რა აწერია ქართული საბავშვო მოთხრობების ანთოლოგია. და მეორეს მსოფლიო საბავშვო მოთხრობების ანთოლოგია. ანთოლოგია რა არის? ანთოლოგია არის ომარიკო, აი რაღაცა ერთად როა თავმოყრილი ეს ისინი, რა ქვია, რაღაცა ერთგვარი კრებული. კრებული რა არის? აი მე ცოტა ხანი დამასვენე ომარიკო, რა მე ვკითხულობ რაღაც ესეთი დაძაბული მომენტია წიგნში. ომარიკო შეგიძლია რომ წყალი მომიტანო? წყალი თუ არ იცი გეტყვი რა არის? ერთგვარი სითხე რომელიც ონკანიდან მოედინება. და ვერიკოს უთქომ შენი ქმნისთვის რომ მეწი ყურადღება მიგექცია, საყვარელს არ გაიჩენდაო. დედა, სვეიკრი. თუ როგორ არის გოგო ეგ?
Slay Queen. ხო, Slay Queen. ამათი რაღაცაა რა ვიცი. მაგის გამო დაჭამეს ერთმანეთი, რომ გამოვედი სადარბაზოში სუთმები აყარა, ეს ეყავდათ ერთმანეთი დაპუტული. კაი, გოგო, ინტელექტოები განათლება კიდე ნული. გაჩერდი ახლა რა, ჩემი შვილები რა ვიცი, აგერ ერთი უნივერსიტეტშია, მეორე მოსწავლეა, ნოვატორში სწავლობდა და ახლა ისეთ ხალხში იყო, დაფრინავენ ეგენი პროგრამირებებში და მარკეტინგებში. აუ, ვერიკო ძალიან მაგარი ქალია. თეკლე რო სწორდა შაშა ნოვატორში მაგას შეშურდა და წელს თავი შვილი ჩაწერა მანდ. ეხლა ხო ნოვატორში რაღაც რეგისტრაციებია. თეკლა მოწონდა სარძლოთაც. დიდი ამბავია ახლა. ისე შენც რომ მოეწონო ძლად ვიღაცას არ იქნება ცუდი. რა სარძლოთ? ეგ ხამაკლია გაუნათლებელი და უკარიერო გავთხოვდი. ვერ ხედავ როგორი ჯოა, ყველა გოგოს უნდა ქონდეს თავის საქმე და განათლება. ეგ კი მართალია, მე ძალიან ადრე გავთხოვდი და ვერ ვისწავლე ინსტიტუტში. მე ბავშვი როდის ეს წამოიზარდა და მუშაობითაც არ მიმუშავია. ხო, არა კაცო, ადრე გათხოვება არა, ვიხუმრე ახლა. თან ანასტასიას შეყვარებულიც არ აღავს. ხო, არა. ყავდე და გარდაიცვალა თუ გახსოვს. ამიტომ ჯერ ჰილინგის პროცესში უნდა გავიარო, ხო გესმის? მესმის კაცო, რას ამბობ ახლა? ხო, ჰილინგი. როგორ მახსოვს, რამდენი მცდელობა იყო და ბოლოს complicated relationship-ი გქონდა. რა გქონდათ?